de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. What does it mean, de-oligarchization? It means de-Benzinization or de-Ivanishvilization of Georgia. ეპიზოდს გადაცემის აკვირაში ერთხელ მიშამ შვილდაძესთან. ჯაფარა თავისუფალია. 7 თვიანი პატიმრობის მერე გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერი ზურა ჯაფარიძე გაათავისუფლეს. ზურა წულუკიანის ღალატის კომისიაზე არ მისვლის გამო დააპატიმრეს. ქოცებმა იფიქრეს გამოსვლისას ბევრი ხალხი იქნება გარეთ, გულისამაჩუყებელი კადრები გამოვაო და ისე დროს გამოუშვეს, რომ გარეთ არავინ დახვედროდა. აი ეგეთი ამბავი მოხდა. ამხელა ბოროტ რეჟიმს, ქიმიური იარაღის გამომყენებელ რეჟიმს ასეთი წვრილმანი ბოროტება არ გეკადრებათ ჩემი აზრით. ქართული რეჟიმი ერთადერთია სამყაროში, რომელიც ადამიანების დაჭერის დროსაც იჭრის თავს და გამოშვების დროსაც. დიქტატორობაშიც ბანძებო, ბიჭო, შეხედეთ ლუკაშენკოს. პოლიტპატიმრებს თუ უშვებს, ისე უშვებს, რომ ტაშს უკრავს ნახევარი მსოფლიო. რაღაცებზე სანქციები მოუხსნა ამერიკამ. დიქტატორმა პოლიტპატიმრის გამოშვებისას ქულები უნდა დაიწეროს. რაღაც პოზიტიური დღის წესრიგი შექმნას. აჩვენოს, რომ თითქოს ისიც ადამიანია. ჯაფარას დაჭერისას არ უგინებია ხალხს იმდენი თქვენთვის, რამდენიც გამოშვებისას. ყველაფერში ასეთები, რომ დიქტატორობაც მე უნდა გასწავლოთ. საპატიმროს დატოვების შემდეგაც ზურა ტრადიციულად ბრძოლის განწყობაზე. ბოლოს მაინც ჩვენ მოვიგებთ, ეს ქვეყანა ვერ გარიცხდება, გამორიცხულია. გეთანხმები ჯაფარ. მეცაც გეტყვი, დრომოვა აუცილებლად შეიქმნება წულუკიანის კომისიის საგამოძიებო კომისია. ერი რა უნდათ, ხო უნდა გავიგოთ. სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს, ვინც ციხეში რჩება. მალე თქვენს გვენახოთ გარეთ დილის 6 საათზე სიცივეში გაყინულ. ამასობაში დაიდო ევროკავშირის დასკვნა ევროკავშირის გაფართოებაზე. თლიანად არ წაიკითხავთ, აღარ მოგასცეთ. წაიკითხავთ მხოლოდ მუხლების დასაწყისებს. საბჭომ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსაფუძვლოდ დაკავებული პოლიტიკოსი, ჟურნალისტი და აქტივისტი. გააუქმოს რეპრესიული კანონმდებლობა, ეს აბზაცი გრძელდება კიდე, მაგრამ როგორც შეგვიძლია აღარ მოგასცეთ. შემდეგი. საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებული ქმედებები არ შეესაბამება ევროკავშირის მოლოდინებს, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნისადმი. რა, მე მგონი ესეც ბევრი იყო. მოდი მარტო დასაწყისებს წაიკითხავთ. საბჭო გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ რაღაცა. შემდეგი მუხლის დასაწყისაზე საბჭო სინანულით აღნიშნავს საქართველოს უკუსვლას რაღაცა. შემდეგი საბჭო სინანულით აღნიშნავს რაღაცა. წაიკითხავთ ამ დასკვნაზე ქოცების კომენტარებს ახლა. მოდი აქაც მარტო დასაწყისებს გეტყვით და თქვენ დაასრულეთ. ევროპული ბიუროკრატია, deep state-ი, სუვერენიტეტი. ცალ ფეხზე. თუ გინდათ ასეთ თამაში შემოგთავაზებთ, ხოცებო, რაღაც რომ მოხდება, არაფერი თქვა და მე ჩამოვწერ ჩემ ვერსიებს, რა სიტყვით, სადმე დავმალავ. მე რო გააკეთებ განცხადებებს, გეტყვით, სადაც დავმალეთ ჩემი ვერსიები. 90%-იანი სიზუსტით თუ დაემთხვევა, შეწყვიტეთ ფორმულას და კრიტიკული მედიის დევნა. ამასობაში მოახლოვდა 30 დეკემბერიც. გონიათ ახალ წელზე უნდა ვთქვა რამე? ნო. 30 დეკემბერს ძალაში შედის ახალი წესები. უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით. ევროკომისიის თანახმად პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებს. შემდეგ კი მთელს მოსახლეობას. ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს, ასე ვთქვათ. არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთ გზის მიღებულ რეკომენდაციებს. მოდი მე ახლა წაიკითხავთ 4 განცხადებას და ერთად ვიმსჯელოთ, შეასრულებს თუ არა, ოცნება ბრიუსელის რეკომენდაციებს უვიზოს შენარჩუნებასთან დაკავშირებით. ირაკლი კობახიძე
ერთ მხარეს დგას ვიზის რიგში დგომა, მეორე მხარეს მშვიდობა, სტაბილურობა, განვითარება. სოზარ სუბარი. ქართველ ხალხზე ისეთი წარმოდგენა არ მაქვს, რომ ვიზა ლიბერალიზაცია უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე deep state-ის პოლიტიკაზე უარის თქმა. ყაველაშვილი უვიზოზე, ქართველ კაცს ეს უფრო აბრაზებს, რომ საპირწონედ უყენებს სამშობლოს. შალვა პაპუაშვილი, ევროკავშირმა, როგორც მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა. რატომღაც ჩათვალა, რომ ახლა უნდა იკაცოს. არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ შალვა პაპუაშვილი რებელობს. ყველა ამბობს იმას, რასაც დაუწერენ რუსი კურატორები, ალბათ. და ეს ძველი ენჯეოშნიკია მაინც. თავისი ცოდნით აქვს რაღაცები გაკეთებული წინა ცხოვრებაში და ეგ გააკლია ვიღაცის დაწერილი ტექსტები იკითხოს. თავისითაც ჩამოაყალიბებს ბოროტ აზრს. ბოლო რაღაც განსხვავება ხო უნდა იყოს მასსა და ყაველაშვილის შორის. განათლება რაღაცით ხო უნდა დაფასდეს. იმისთვის ისწავლა გერმანიაში, რომ არანაირი სხვაობა არ იყოს მის და ყაველაშვილის განცხადებებს შორის. ამიტომ პაპუ განსხვავებულ განცხადებებს აძრობს. ევროკავშირი ვითარცა მეურვისგან მიტოვებული არასრულწლოვანი. ნუ ეს დაბალი დონეა, მაგრამ ბიჭო, სხვებს მაინც არ გავს. ჩემი აზრით პოეტურ შედარებებში პაპუაშვილი საუკეთესო პარლამენტის თავმჯდომარეა არჩილ თალაკვაძის შემდეგ. აი პაპუაშვილის უტიფრობა და თალაკვაძის პოეზია რომ შეგვაერთებინა, ჯამში საინტერესო რაღაც გამოდნებოდა. ჩვენ ვცადეთ მათი ნიჭების შეერთება და აი ასეთი ლექსი გამოვიდა. მეურვისგან მიტოვებულმა არასრულწლოვანმა რატომღაც ჩათვალა, რომ უნდა იკაცოს. ალბათ დროა უკვე ცოლი შევირთო, ალუჩა სოფლად რახანია შვილი გაუჩა. დაგვიწერეთ კომენტარებში თუ მოგეწონათ და მომავალშიც შევეცდებით შევქმნათ ლექსები 2 ან მეტი ქოცის შემოქმედების გაერთიანებით. რავი, საინტერესო ჟანრია. ახლა კი მონატრებული რუბრიკა. ხო, მართლა, იმ ამბავზე რა ხდება? ღარი ბაშვილზე რა ხდება? ბინარო დააგირავა მილიონის გადახდის მაგივრად, მაგ ამბავზე რა ხდება? ღირდა მილიონი, გაძვირდა ბინები. კაი, გირავ გადახდილად ეთვლება, მაგრამ მერე ანუ მორჩა დაიშალეთ. ანუ გაგძელდა გამოძიება, დაიჭერთ თუ ამ ახალმა წერმა ჩაიაროს. თუ ამ ახალ წლებმა ჩაიაროს, ძველით ახალ წელს აღიარებთ. იმ კაცმა 600 მილიონი დოლარი რო შემოიტანა და გაათეთრა. მაგ ამბავზე რა ხდება? რაო, მარტოს არ გამიჭირდაო? რამდენი ხანი დამჭირდაო? რამდენში გავათეთრეო? $1,000,000-ზე რატო არ გავჩერდიო? 100 მილიონზე, 500 მილიონზეო? რაო, მილიარდი მინდოდაო? რამდენ ხანში ავიდოდიო? მილიარდზე გავჩერდებოდიო? და ბიჭო, არავინ რატო არ მეხმარებოდაო? მარტო კაცი, ჩემი 600 მილიონი წარმოება. მარტო როგორ უნდა გაათეთრო? ტრამპს რომ უნდა დაერეკა. მაგა ბაზე რა ხდება? ყაველა ხო ისევ იმ ნომერზეა. თვითონ ტრამპმა ხო არ შეცვალა ტელეფონი, გაიგე და ვეღარ პოულობს ამის ნომერს. რავი, ან არის შანსი რომ იმ დროს დაერეკა, როცა ყაველაშვილი სახლში არ იყო.
ბახტაძე ისევ ხო არ გაუშვა და იმ სამი რიცხვის მაგივრად ყაველაშვილის ტელეფონის ნომერი ხო არ დააზეპირებინოს ამერიკელ ხალხს. და ბახტაძეზე რა ხდება? მე თუ არ ვახსენე, ერთი თქვენ არ უნდა გაგახსენე. რავი, თქვენი პრემიერ-მინისტრი იყო, ბიჭო, ახსენეთ ვინმე. როგორა? ყველაზე კაი პრემიერი ყოფილა? არც დასაჭერად აქვს საქმე და არც გასაქცევად. მაგის ნომერი ხო არ აქვს ტრამპს. ბარემ ბახტაძე ვახსენე და ხონი რომ სოფლიოში საუკეთესო ქალაქი უნდა გამხდარიყო. მაგ ამბავზე რა ხდება? გახდა? არის პარიზივით, ლონდონივით, თბილისივით. აღმოსავლეთის ლუქსემბურგი რომ უნდა გამხდარიყავით, მაგ ამბავზე რა ხდება? მივიწევთ წინ? ისინი მოიწევენ უკან. იმადიციან ლუქსემბურგობას რომ ვაპირებთ. ოცნება მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტი რო შექმნა. თუ რო უნდა შეექმნა. მაგ ამბავზე რა ხდება? გახდა მთავრობა ეფექტიანი და ვინ უშლიდა ხელს აქამდე? ვინ იყო უეფექტო? და თვითონ ამ დეპარტამენტში ეფექტური ხალხია. კიმბერლი ლოუზე რა ხდება? ანუ კარგადაა, სადა? ახალ წელს სათხვდებიო, სადა? სიგრეტ სანტას ეთამაშებით ვიდმე. ვისი სანტა? ცეკვავენ ვარსკვლავებში იცეკვებს? ვინ არისში იქნება? ვის კოსტიუმს მოირიგებს? კორუფციაზე მოადგილეები რო დაიჭირეთ. უფროსებზე რა ხდება? არიცოდნენ? თუ გაემიჯნენ. თუ მოადგილეობაში უფრო იშოვება. მოადგილეების კლანი არსებობს? მოადგილეები. ჯეჯენ. კარგი, ეს იყო რუბრიკა, ხო, მართლა იმ ამბავზე რა ხდება? გადავიდეთ კაი ამბავზე. რუსული აქტივების საგა დასრულდა. ევროკავშირმა რუსული აქტივები განუსაზღვრელი ვადით გაყიდა. ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს შიდა ქოცებთან, აი ორბან ფიცოებთან, ყოველ 6 თვეში ვაჭრობა აღარ დასჭირდებათ. აქამდე ყოველ 6 თვეში იკრიბებოდნენ, ორბანი იმუქრებოდა ვეტოთი, გადაუგდებდნენ კამფეტს და 6 თვით აგვარებდნენ პრობლემას. ნუ ხანდახან კამფეტის გარეშეც აგვარებდნენ. ერთხელ მაგალითად გერმანიის წინა კანცლერმა ოლაფ შოლცმა ორბანი ოთახიდან გააგდო. ესე დიპლომატიურად გააგდო და ასე აირიდეს ვეტო. 2023 წლის დეკემბერში უკრაინის ფინანსური დახმარების საკითხი განიხილებოდა და შოლცმა ორბანს უთხრა: "ვიქტორ, იქნებ ცოტა ხნით დატოვო ოთახი, ყავადალიო." არ ხარ ოთახში, არ არის ვეტო. ასე ლამაზად მოგვარდა ერთხელ. ჩვენ მაგაშიც არ გაგვიმართლა, ბიძინა არ სვამს ყავას. ხოლო სტაფილოსვენი, ჭარხლისვენი, ბაობაბის ცრემლები. წადი სტაფილოსვენი დალიო ვერ ეტყვი ადამიანს, ხო? რა თქმა უნდა, მხოლოდ ყავაზე ვერ დაკერა ორბანს, მაყუთებსაც ცინცლავს ხოლმე ევროკავშირს, ვეტოს არ გამოყენების სანაცვლოდ. მით უმეტეს, ფული ძალიან სჭირდება ორბანს, იმიტომ რომ მის ხელში უნგრეთი ევროკავშირის ყველაზე ღარიბი სახელმწიფო გახდა. ასე იცის ქოცობა. რამდენად კარგად ცხოვრობს მოსახლეობა, ამის დასადგენად საუკეთესო საზომია ერთ სულ მოსახლეზე ფაქტობრივი ინდივიდუალური მოხმარება. ამით ვიგებთ, რამდენ საქონელსა და მომსახურებას მოიხმარს საშუალოდ ერთი ადამიანი წელიწადში. ბოლო მონაცემებით, უნგრელები 28%-ით ნაკლებ საქონელს და მომსახურებას მოიხმარენ, ვიდრე ევროკავშირის საშუალო სტატისტიკური მოქალაქე. ამ მაჩვენებლით ბოლო ადგილზე გადავიდნენ მთელს ევროკავშირში. გულიაში აქვთ გულიაში სასჭამე. თუმცა ბევრი ჩვენი თანამემამულისგან განსხვავებით, უნგრელები დიდხანს არაპირებენ სუპის ჭამას და აბსოლუტურად ყველა ნორმალური გამოკითხვით ორბანი აგებს მომავალ არჩევნებს. კარგად აგებს და გემრიელად აგებს.
გარისკავს სუპერ გაყალბებას, ნახავთ გაზაფხულზე. ჩვენთან სამწუხაროდ არ ითვლიან ერთსულ მოსახლეზე ფაქტობრივი ინდივიდუალურ მოხმარებას. ხოცებს თუ გავყრით და ევროკავშირში შევალთ, დაგვითვლის ამას ევროსტატი. მანამდე გვექნება საქსტატი და მისი დათვლილი საარსებო მინიმუმი. ბოლო მონაცემებით საქართველოში საარსებო მინიმუმი 255 ლარია. როგორ ითვლიან ჩვენთან საარსებო მინიმუმს, ამაზე ადრე ბევრი გვისაუბრია. არც ერთი წესიერი სახელმწიფო ასე აღარ ითვლის საარსებო მინიმუმს. თავრობასთან დალაგებული თუ ხარ და ერთლარად დაითრევ მილიონიან ქონებას, მერე 255 ლარი ყოფნის და აი ეგრე. დაუბრუნდეთ უკრაინას და რუსულ გაყინულ აქტივებს. რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შემდეგ დღის წესრიგში დადგა ამ აქტივების რუსეთისთვის ჩამორთმევა და უკრაინისთვის გადაცემა. პირდაპირ ჩამორთმევას ევროკავშირის რამდენიმე სახელმწიფო ეწინააღმდეგებოდა. მხოლოდ ორბანი არა. ორბანი იმიტომ ეწინააღმდეგებოდა, რომ შეუძლია შეეწინააღმდეგოს და იტალია, ბელგია იმიტომ ეწინააღმდეგებოდნენ, რომ სამართლებრივი საფუძველი არ გვაქვსო გაწერილი. გაიგე? და რუსეთმა რო გვიჩივლოსო, მერეო სასამართლოშიო წავაგებთო. ანუ საუბარია ევროპულ სასამართლოზე. ანუ ტიპებს ისეთ დამოუკიდებელი სასამართლო აქვთ, რომ საკუთარ სასამართლოში წავაგებთო რუსეთთან. გაიგე? ზედმეტი დემოკრატია ომის დროს არაა კაი, მაგრამ ნუ გრძელვადიან პერსპექტივაში მაინც ასე ჟურს. მოკლედ, რუსეთისთვის აქტივების ჩამორთმევა კი არის კეთილშობილური საქციელი, მაგრამ თავიდან დემოკრატიისთვის წყლის შეყენება ყოველთვის კეთილშობილური მიზნებით იწყება და ბოლოს სრულდება ტროტუარზე დგომის აკრძალვით. ამიტომ კეთილშობილური მიზნით კანონის დარღვევას სჯობდა ევროკავშირის რამე სხვა მოიფიქრებინა და მოიფიქრა კიდეც უკრაინას დაუმტკიცა 90 მილიარდი ევროს სესხი, რომელსაც უკრაინა გადაიხდის მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კი რუსეთი უკრაინას ზიანს აუნაზღაურებს. ხოცებო, აი ეს არის უფასო ფული, გაიგე? გაიგე? ამ გადაწყვეტილებით უკრაინას მინიმუმ 2 წელი საბიუჯეტო კრიზისი აღარ ემუქრება. გაქაჩავს რუსეთი ომს კიდე 2 წლით. ნახოთ. ევრაზია დამოკიდებული პირველ რიგში ჩინეთზე. ჩინეთის დახმარება რო არა, რუსეთი უკვე დიდი ხნის დამარცხებული იქნებოდა. ნახავთ, ჩინეთი კიდევ რამდენი ხანი აუმებს რუსეთს. ამ ეტაპზე უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკრაინამ ტრამპის მორიგ ზეწოლას გაუძლო და მისთვის მძიმე შეთანხმებას ხელი არ მოაწერა. თან ეს ყველაფერი ისე გააკეთა, ოჩა უკრაინას. და თან ეს ყველაფერი ისე გააკეთა, რომ შეთანხმების ჩამშლელა თვითონ არ გამოჩენილიყო. საერთაშორისო საზოგადოების სირცხვილია, რომ მსხვერპლ სახელმწიფოს უწევს ამტკიცოს, რომ მეო არ მინდაო ომი. აი ეს მოიტანა ტრამპისმა, მაგრამ ესეც გაივლის. ზელენსკიმ განაცხადა, ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში უკრაინის მიმართ თანმიმდევრული პოლიტიკა აქვს. ჩვენ იქ ჯერჯერობით ვერ ვხედავენ. ჩვენ ცხოვრებაში ყველაფერი ჯერჯერობით არის. შესაძლოა მომავალში პოზიცია შეიცვალოს. ვინ მიხვდება, რომ უკრაინის არმია ნატოს აძლიერებს და არა პირიქით. ეს პოლიტიკის საკითხია. მსოფლიო იცვლება, ვინ ცოცხლობს, ვინ კვდება. ჩაახდა ზელენსკიმ მსოფლიო კოცებს. ამ განცხადებას დიდი ამბავი მოყვა. ამუშავდა რუსული პროპაგანდა. ზელენსკი ტრამპს სიკვდილს უსურვებს. ზელენსკის აზრით ტრამპი მოკვდება. ზელენსკი ტრამპის სიკვდილს ელოდება. ასეთი სათაურებით დაიბომბა საინფორმაციო ველი. რადგან რუსკოცებისთვის ეს სიახლე აღმოჩნდა, მე გეტყვით. ყველანი მოკვდებით. მინიმუმ ყველანი, ვინც ახლა ცოცხლები ვართ დედამიწაზე. რავი, შეიძლება უახლოეს მომავალში მეცნიერებმა მნიშვნელოვნად გაახანგრძლივონ ადამიანის სიცოცხლე. ოდესმე შეიძლება უკვდავებასაც მივახციოთ, მაგრამ რავი, გარანტიას გაძლევთ. ვინც ამწამ ცოცხლები ვართ დედამიწაზე, ნუ ყველანი მოკვდებით. ვინაიდან ყველანი მოკვდავები ვართ, იქნებ არ ღირდეს იმ ყველაფრის კადრება, რასაც კადრულობთ რუსკოცები. დაფიქრდით. უკვდავები თუ გავხდებით, ბიჭო, მერე თუ გიდათ გადაბჟირდით ამ ტენდერებზე და ძალაუფლებაზე, მაგრამ სანამ მოკვდავები ვართ, მაგის დედავად იქნებ არ ღირდეს ამ ყველაფრის კადრება წამიერი წარმავალი სიამოვნებისთვის. ამას წესით საპატრიარქო უნდა გეუბნებოდეთ. ბიჭო,
მარა ეგენი ასეთებს ვინც ამბობს ღვთისმსახურებას უჩერებენ. კაი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ უკრაინას. შეიქმნა საერთაშორისო კომისია, რომელიც იქნება ბერკეტი უკრაინისთვის რუსეთისგან მიიღოს ზიანის ანაზღაურება. ამ კომისიაში შევა ყველანაირი საჩივარი ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირისგან, ვინც რუსეთისგან დაზარალდა და მოითხოვს რუსეთისგან ზიანის ანაზღაურებას. რუსეთის მიერ მოკლული ადამიანები სამწუხაროდ ვერ გაცოცხლდებიან, მაგრამ რისი ანაზღაურება შესაძლებელი იქნება, ანაზღაურდება. დღეს თუ არა ხვალ, მაგრამ ადრე თუ გვიან რუსეთს ყველაფრის ანაზღაურება მოუწევს. და ქოცებმა იქ ამ კომისიის შექმნას მხარი დაუჭირეს. მართლა ეგრე მოხდა. და იმედი ნიუსმა როგორ გააშუქა, იცით ეს ამბავი? მორიგი მხარდაჭერა უკრაინას. ხო, ზოგადად არ ვიცი ბიძინა რატომ მოიქცა ასე, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. ქოცების ორმაგი სტანდარტების და უსინდისობის იმედი მე ყოველთვის მაქვს. მოღალატეებს ერთი კარგი თვისება აქვს, რომ შეიძლება რუსეთსაც უღალატონ. იმედია მსოფლიოში ისე დაალაგდება ყველაფერი, რომ ქოცებს რუსების გადაგდებაც მოგიწევთ. ქიმიური იარაღის სკანდალის შემდეგ ქოცებს სასწრაფოდ ჭირდებათ რამე კაი გააკეთონ საკუთარი საერთაშორისო იმიჯისთვის და ეს მოიფიქრეს, რომ იქ მხარი დაუჭირეს, გაიგე? და ესეც საქმეა, მაგრამ ქიმიური იარაღის საქმეს აუცილებლად გამოვიძიებთ 100 წელიც რომ გავიდეს. თუმცა იმიჯის გამოსასწორებლად, რაც მეც გააკეთებთ, მით უკეთესი ყველასთვის. ხვალ თუ რუსულ კანონებს გააუქმებთ, ამას მოგიწონებთ, თუმცა ქიმიური იარაღის საქმეს მაინც გამოვიძიებთ. მოკლედ, ძალიან მძიმე კვირების შემდეგ ცოტა სინათლეც გამოჩნდა. უკრაინის დახმარება გაგრძელდა, ფრონტზე სიტუაცია დასტაბილურდა. ქოცებიც აკოც ქოცდნენ. გამარჯვებამდე ჯერ ძალიან შორია, მაგრამ კარგი ამბები, კარგია. კიდევ ბევრი მძიმე კვირა და თვე გველოდება წინ, მაგრამ მძიმე პერიოდებს შორის რაღაც კარგიც მოხდება ხოლმე და ასეთი იშვიათი გამონათებები უნდა გამოვიყენოთ საწვავად. სულ ეს იყო, რაც დღეისთვის მინდოდა მეთქვა. მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით მომავალ შაბათს ფორმულაში.